რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. პროჭორილელი რომ გადაშენდება რით დაგვამახსოვრდება. რა თქმა უნდა ზრდილობით, ზნით, შინაგანი კულტურით, სიტყვა-პასუხით, კდემით, თმენით, ოჯახეშვილობით. ეს არის ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. მხოლოდ პროჭორილელს შეეძლო მოეფიქრებინა, რომ შეექმნა სპეციალური კანტორა, რომელიც გააკონტროლებს ჩვენს ზრდილობას, სიტყვა-პასუხს, კდემას, თმენას, ოჯახეშვილობას, ზნეს და აიყვანს, აამაღლებს მას დიტო სამხარაძის დონემდე თუნდაც. პირველი შედეგი უკვე სახეზეა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ნამდვილად აქვს საამაყო. ტყუილად არ უმშავია მას 10 კაციან სამართლოს მთელ. ტყუილად არ დაუბჟეტია თვალები ეკრანზე მიჭიჭინებით. ტყუილად არ უთენებია ღამეების სკროლვით. პირველი განაჩენი მთელ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო ონის სასამართლომ გამოუტანა ჯერ კიდევ 12 ივნის ვიღაცას. ეძახეთ ახ რაჭველებს ყველაზე ნელები. მართალია ვერავინ ვერ გაიგო ვინ დარჩა შეურაცხყოფილი და ვინ დარჩა დაჯარიმებული, მაგრამ ან რისთვის. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ხომ დაიწერა ისტორია. დეტალები როგორც გითხარით არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ რაჭველები საგანგებოდ დააჩქარეს პირველობა რომ მერე ოპოზიციონერებს არ მიესაკუთრებინათ ისევ. რომ მერე ვიღაცა მაია დარსმელიძეს არ ეძახა, ვიღას ჯღარკავას გამო მასამართლებენ, მაგრამ აზრს ვერ შემოცვლევინებენ და ერთი მაგის პოპკორნისას და მაგის დინარისაცო. ან რომ ვიღაც ადვოკატ შოთა თუთბერიძეს არ ეთქვა, მე ვარ პირველი. ვინც დააჯარიმესო. ღირდა ნინო წილოსანისთვის 1-2 სიტყვის მიწერა და 4000 ლარის გადახდა ამადო. ამის მერე თვით ქალბატონი კდემა ნინო წილოსანი რომ არ გამოკდემებულიყო და არ შეეცხადებინო, მე არ მიჩივლია, მაგრამ ძალიანაც მიხარია თუ დააჯარიმეს. ნაციონალების ადვოკატია თუთბერიძე და მეცაც იმსახურებსო. ეს კონკრეტული პიროვნება არის ნაციონალების ადვოკატი, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ მისთვის რაიმე სტანდარტი, რაიმე მორალი, რაიმე ნორმა, ანუ რაც ჩვეულებრივ საზოგადოებას და ქართულ საზოგადოებას აქვს, მასაც ამოძრავებდეს, ამიტომ მისთვის ეს შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივი არის, თუმცა მიხარია რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას. ახლა წილოსანმა იჩივლა, არ იჩივლა, მოსარჩელეთ სასამართლომ ეს ახალგაზრდა დააფიქსირა. სანდრო კეპაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეთა ინსპექტორი. ავიცი, უბრალოდ ინსპექტორი კი არა, არამედ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეთა. მაშინ ამ ახალგაზრდას უნივერსიტეტი სულ 2 წლის წინ დაუმთავრებია და ძალიან სერიოზული კარიერული წინსვლა მე მგონი აღნიშნვის ღირსია. იმიტომ რომ ამ ასაკიდანვე ასწავლიან. დანაშაულზე ინფორმაცია შეიძლება მიიღო 4 ივნის. საქმე ამაზე შეგიძლია დაიწყო 4 ივნის. ოქმები გააფორმო 4 ივნის, მაგრამ საქმეში ჩააკრა პოლიციის კარტოტეკის 3 ივნისის მოთხოვნილი პირადი ინფორმაცია. ანუ იმ დღეს როცა თითქოს ინფორმაცია დანაშაულის შესახებ ჯერ არ ქონდა. და ყველასთვის ასეთი სასიკადულო ქალბატონ წილოსნის Facebook-ი ჯერ არ ქონდა ჩამოსკროლილი. მე რა მოსამართლე ჩვენიანია და მაგას ყურადღებას არ მიაქცევს. თავარია Deep State-ის 4-ში ამოხვიდე. მაგრამ მე და ალბათ თქვენც. ჩვენ ყოველთვის გვეგონა რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებში იგულისხმებოდა რატომღაც გაზრახმკვლელობა, ჯგუფური გაუპატიურება, ტერორიზმი, რაღაც ამისთანები. მაგრამ ახლა თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოიცალა და ერთი ცალი დედის სულ ერთხელ ნახსენები. განსაკუთრებით მნიშვნელოვან დანაშაულებს ჩაწერა, უბრალოდ მაინტერესებს ამას რომ პირიდან პროჭი დაემატოს ვიღა უნდა გამოიძიოს. სუსმა და ზედრო კარგები და კეთილები მე ალბათ ინტერპოლს უნდა გადაეცეს, ხო? მე კი ვკითხულობ, მაგრამ არ სალია მილიციას პასუხისთვის. იმდენი საქმე აყრია, დაიყარა თავს. ისე ზრუნავს ჩუმად ხალხის ღირსებაზე, რომ ამ ხალხს საერთოდ აღარ ატყობინებს. ნიკა გვარამიამ და ლევან სანიკიძემ სულ შემთხვევით გაიგეს, რომ მათი შეურაცხყოფისთვის ვიღაც დაუჯარიმებია და ახლა კითხულობენ გაოცებულები ნეტა ვინ იყვნენ, ან ჩვენზე რა თქვეს ამისთანა, იქნებ ჩვენს გვითხრათო. რა ვიცი, სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზოგადად მთელი სამართალდამცავი სისტემის სირკად ქცევას როგორც აღმოჩნდა. ბორის ივანაშვილის გენია სჭირდებოდა და ამ გენიამ ეს შეძლო. დასჭირდა რაღაც დრო, მაგრამ ქნა. ძალიან იულად. თქვენ რომ რთული გეგონათ სადღაც კვანტური მექანიკისა და აეროდინამიკის დონეზე. მოგიტყა რომანტიკა და აეროდინამიკა
კოცმა იცის, რასაც უშავებს თავისუფალი მედია. აჩვენებს მის სახეს ისეც, როგორიც არის. და როგორც თავად არ მოსწონს, მაგრამ გამოსწორების არც ტვინი აქვს და არც სურვილი. ასე უშავებს კოცსა და პირადად ნამესტნიკ ბორის ივანაშვილს გამოცემა ბათუმელები. და ამიტომ ჩააგდეს ციხეში მისი ხელმძღვანელი სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულით. მიკერებით. ამიტომ დააინვალიდა სისხალი ციხეში და ამიტომ აღჭობენ მის გამოცემას ახლა. აი ასეთი სტატიებისთვის. არა და კაცმა რო თქოს განსაკუთრებული რაქნეს. უბრალოდ მივიდნენ სარფის სასაზღვრო პუნქტზე, რომელიც ქვეყნის სახეა თითქოს, ხო? დაინახეს სათლი. ფედრუარა სათლი კოლეგებო, სათლი. რომელიც ჭერის უხილავ ნახრეთს ჰქონდა მიშვერილი. შემდეგ კი ჩაიხედეს საკუთარ არქივში და აღმოაჩინეს, რომ შარშანაც იგივე გასაჭირი იდგა. შარშან წინაც 3 წლის წინაც, 4 წლის წინაც და 5 წლის წინაც. უფრო ადრინდელი ფოტოები არ აქვს, თორემ იქნებ 2021 წლამდე სათლი მდგარიყო აქ და იქ. ადრე 2021 წელს შემოსავლების სამსახურს სინდისი მაინც აწუხებდა. დააბეჭდა ბანერი და ბოდიში მოიხადა რემონტი მაქვს და გაგებით მოეკიდეთ ხალხო. მოეკიდა ხალხი გაგებით. 2023 წელს ეს რემონტი დასრულდა. 778,888 ლარად. შამპანურებით, ტორტებით ალბათ, რა ვიცი, წითელი ლენტებით. მაგრამ მეშმაკს არ წინავს. შეიჭამა ტორტი. დაიცალა შამპანიურის ბოთლები და აივსო ისევ სათლები. უკვე გარემონტებული და ლამაზი ჭერის ქვეშ. როგორც კოცის სიმბოლო. კოცისა, რომელსაც რემონტის იმ ტენდერში მხოლოდ ტორტი კი არა, თვით ტენდერის ფულით შეუჭამია. აჭარაში წარმოიდგინეთ, ხალხო ისევ წვიმს. ხო უცნაურია რა. წვიმა კი ამ 5 წლის მოგონებებს ისევ ასველებს. გამოცემის ცნობით მხოლოდ ჩარშან ეს საზღვარი 2,576,000 ადამიანმა გადაიარა და გადმოიარა. ანუ 2,500,000 მეტმა ადამიანმა კარგად დაინახა რა ქვეყანაა საქართველო. სადაც ყველაზე მდიდარი უწყება შემოსავლების სამსახური ცალი ხელით ბაჟს აგროვებს და მეორე ხელით წვიმის წყალს. ბათუმელები არ ჩერდებიან. არ ჩერდება. ისევ მიმართა კითხვით შემოსავლების სამსახურს. ახლა რაღა გჭირთ თქვენ მართლა წყალწაღებულებო. იმათ უპასუხეს რემონტი მიდისო. აი 3 წლის წინ რომ ტორტი ჭამეს და ტენდერის ფული გაინაწილეს, ის მხოლოდ დასაწყისი ყოფილა. სულ მინდა ხოლმე მეორე მხრიდან შევხედო რაღაც ამბავს. იმ საწყალი პროჭორულელი ჩინოვნიკების მხარე დავიჭირო, რომელთაც ვიღაცა deep state-ის მართული ჟურნალისტები, ამ შემთხვევაში ბათუმელები, აკრიტიკებენ. სულ მინდა ხოლმე მივაძახო მათ კრიტიკოსებს, ბათუმელებსა და სხვებს. რაღაც ხომ კეთდება მეთქი. და აი ახლაც უნდა ვამხილო ეს ჩასაფრებული მედია. სათლები რომ წლიდან წლამდე იცვლება. აი თქვენ უმადურებო. რაღაც ხომ მაინც კეთდება. სიტყვა green service ალბათ ბევრს გეცნობათ, მაგრამ უცებ ყველანი ვერ გაიხსენებთ. მარიტა მეფარიშვილსა და შადრევანს რომ გეტყვით კი, რა თქმა უნდა მიხვდებით. 13 წლის ბავშვი 2022 წლის ოქტომბერში დაიღუპა, როცა ვაკის პარკის შადრევანში მეგობრების დასახმარებლად ჩავიდა. ორი ბიჭისა, ვინც წყალში ჩავარდნილი ბურთის გამოტანას ცდილობდა და ძაბვის ველში აღმოჩნდა. ისინი საბოლოოდ ერთმა გმირმა კაცმა, დევი მეზურნიშვილმა გამოიყვანა, ვინც კი ნაღამ თავად შეეწირა ელექტროშოკს. მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ეს უბედურება მოხდა ზუსტად მეორე დღეს, რაც ვაკის პარკი პროჭორულელებმა საზეიმოდ გახსნეს მორიგი სარეაბილიტაციო ტენდერის ჯამთავრების შემდეგ. ის ტენდერი ალბათ უკვე გაგახსენდათ. green service-მა მოიგო და ჩაატარა. მაგრამ შემდგომი გამოძიების თანახმად შადრევანში ელექტროსისტემა თურმე არასწორად ყოფილა დამონტაჟებული. თავად green service-მა ეს არ შეიმჩნია და ამბავი არ შეამჩნია არც საექსპერტო ბიურომ, რომელმაც მერე ხელი მოაწერა უსაფრთხოების დასკვნას. გამოძიებლებმა გამოძიების საქმეში ჩაწერეს, რომ დასკნის გაყალბებაზე ექსპერტები green service-მა დაიყოლია, რა კი მომავალ შეკვეთებს დაპირდა ისევ. საბოლოოდ კი ვაკის პარკში დაიღუპა ბავშვი. დაიღუპა მეორე დღეს. აი ამ კომპანიის დამფუძნებლები დააკავეს და 6 წელიც კი მიუსაჯეს 2023 წელს. გასულ მაისში კი ფლანგვის დეტექტორის თანახმად ამავე green service-მა, ამავემ 9,300,000-იანი სახელმწიფო ტენდერი მოიგო. უფრო ზუსტად 9,371,340 ლარის ტენდერი. ამ ფულით ახლა green service-მა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს უნდა მიაწოდოს ნერგები პარკებისა და გაზონების გასამწვანებლად 2028 წლის ბოლომდე. ვიღაც ალბათ იკითხავს, ხეები თუ უნდა დარგოს, ალბათ არ არის საშიში. დენს ხო ვეღარ დაგვარტყამსო. ხო, ხე დენს ვერ დაგარტყამს, მაგრამ ცოტა უფრო ფართედ რომ შევხედოთ ამ ამბავს. ხომ არსებობს ნამუსი, არსებობს ბიზნესის რეპუტაცია, არსებობს რაღაცა კორპორატიული ავტორიტეტი და ბოლოს არსებობს სახელმწიფოს შავი სია. უნდა არსებობდეს ნორმალურ სახელმწიფოში, რომელშიც შეტანილი უნდა იყოს კომპანია, რომელიც
პირდაპირ არის ბრალდებული სატენდერო მამაცაღლობაში, კრიმინალსა და ბოლო-ბოლო ბავშვის სიკვდილში. ან რა ვიცი, იქნებ პროჭორილო საქართველოში საერთოდ არაფერი მსგავსი აღარ არსებობს. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენკის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვეხმაურეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რას დავიდით? იმაზე მეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროშა. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა.